როგორ ფიქრობთ, ვის ებრძვის ბიზინა ივანიშვილი? აი, რამდენიმე ჯგუფი გამოვყოთ. მაგალითად, ჯგუფი გამოვყოთ, ინდივიდების გამოვყოთ, თუ გნებავთ. მაგალითად, ბიზინა ივანიშვილი ებრძვის ვერიტანს, თუ გნებავთ ეს სიტყვა ვიხმაროთ, მდიდარ ადამიანებს, მდიდარ და წარმატებულ, ამ მიმართებით წარმატებულ ადამიანებს. მაგალითად, კონკრეტულად, ის რამდენად ცნობილია ვერიტანდა და ფრიად დაპირისპირებული იყო ბადრი პატარკაციშვილთან. ვინ და ირაკლი რუხაძემ, რომელიც შეიძლება პრემიერად დანიშნონ, ან შეიძლება არ დანიშნონ, ან სხვა პირებმა, რომლებიც ბადრის გარშემო იყვნენ, ბადრის ეამხანაგებოდნენ, ერთ ბიზნესებშიც იყვნენ, შესანიშნავად იციან ბიზინა ივანიშვილისა და ბადრი პატარკაციშვილის ურთიერთობები. ვის მეტი ფული ჰქონდა, მე არ ვიცი, მაგრამ ბადრის რომ ეპაექრებოდა, ბადრის რომ ეჯიბრებოდა, ბადრის რომ ვერიტანდა ბიზინა, ეს კი საყოველთაოდაა ცნობილი და კვლავ ვიმეორებ. მერე ივანიშვილთან გადაბარგებულებმა, ხოლო მანამდე ბადრისთან მყოფებმა ყველაზე კარგად იციან ეს. მაგალითად, ბატონმა ხუხაშვილმა, ან სხვებმა და სხვებმა. ირაკლი რუხაძე ვახსენეთ, თუ გნებავთ მეორეჯერაც ვახსენოთ. ბიზინა ივანიშვილი ვერიტანს მეორე მდიდარს. მასზე ღარიბს 50-ჯერ, ან 100-ჯერ ღარიბს. მამუკა ხაზარაძეს გონია, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე დახარჯავენ მისი ჩამოყირავებისათვის. მაგალითად, 30 მილიონს, პირობითად 50 მილიონს და შესაბამისად ივანიშვილს მათ გასანეიტრალებლად დასჭირდება 10-ჯერ მეტი თანხის დახარჯვა. ანუ თუ მამუკა და ბადრი ხარჯავენ პირობითად ცხადია 50 მილიონს, ბიზინა მათ გასანეიტრალებლად უნდა დახარჯოს 500 მილიონი და 500 მილიონი განა არა აქვს. მაგრამ არ ემეტება, მართლაც დიდი თანხაა 509 მილიარდი ერთი პირის გასანეიტრალებლად. 400 რომ დახარჯოს, ან 327, ან 258 შეიძლება არ ეხოს ბიზინა ივანიშვილს. ამიტომ 50 მილიონის წილ მას 10-ჯერ მეტი დაუჯდება დამარცხება მდიდარი კაცისა და ვერიტანს ეზიზღება მამუკაც და ბადრიც, იმიტომ რომ ისინიც გარკვეულ ქველმოქმედებაში, გარკვეულ პროექტებში მაგალითად, ისინიც ხარჯავენ თანხას. სხვადასხვა მამუკა და ბადრი იმიტომაც ეზიზღება დამატებით. იმიტომაც ეზიზღება, რომ მათ ძალიან წარმატებული ბანკი შექმნეს. ამის შულობა აქ ახლა როგორ პოზიციებზია ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობის ნაწილი. მამუკა და ბადრი არიან ალბათ საქართველოს ბანკთან ერთად, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ყველაზე ძლიერი, ნამდვილად ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუციის ფუძემდებლები. ამ თვალსაზრისით მაინც ისინი კრიტიკას არ იმსახურებენ. რამდენჯერაც არ უნდა გავბრაზდეთ TBC-ზე, რამდენჯერაც არ უნდა ვთქვათ მათზე სიმართლე ან მოგონილი ამბავი, მოგონოთ ამბავი, აი ფინებს კვართმევენ და ასე შემდეგ, არ ვიცი, ამგვარი შემთხვევებიც არის ალბათ განა არა. მაგრამ ფინანსური ინსტიტუცია, ჩვენი ფინანსური მდგრადობის საფუძველია. TBC, რომელზეც მეც ხშირად გავბრაზებულვარ მასიც და საქართველოს ბანკსაც. ბიზინა ივანიშვილი ვერიტანს ვერც საქართველოს ბანკს და საქართველოს ბანკის უწინდელ თუ დღევანდელ ხელმძღვანელებს. ხოლო ვინც მდიდარია, ვინც წარმატებულია და მდიდარია, ესეთები არიან, არა ჩვენს ქვეყანაში. და მის წინააღმდეგ არის უკლებლივ ყველას გამოუცხადა მან ბიზინა ივანიშვილმა ერთგვარი ბრძოლა, ან მეორე ჯგუფიც არსებობს, რომლებიც მოთაფლა და რომლებიც დააშინა კიდე მესამე ჯგუფი, რომლებსაც უთხრა, რომ იცით რა არის თქვენ, თუ გაბედავთ ჩემს წინააღმდეგ წასვლას, ან პოლიტიკურ ოპოზიციაში ფულის ჩადებას, ან მედიაში ფულის ჩადებას, ინვესტიციებს, ან იმგვარ სფეროებში და თემებში შესვლას, რომლებიც თქვენი საქმე არ არის, ან მე გამაბრაზებს, მე გამაღიზიანებს, ამ შემთხვევაში გაგჭყლიდავთ, იმიტომ რომ მე მართლა ყველაზე მეტი ფული მაქვს, 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი ფული მაქვს ბევრ თქვენგანზე და ამიტომაც მოთაფლულები პარლამენტში უმრავლესობა მოთაფლულებისა, იცით თქვენ რამდენი ბილიონერი გყავს, პარლამენტში შეტენა იქ ხელფასი ხო არ აინტერესებს, რომელიმე ჩიგოგიძეს მაგალითად, ხო? მაგრამ ჩიგოგიძე იქ უნდა იყოს. რუსული ესეთი სიტყვა ვაკრუგი ოკალა, ანუ სიახლოვეში უნდა იყოს.
ხოლო ვინც პარლამენტში არ არის და ისინიც ბევრი ამგვარი მდიდარი ადამიანი, წარმატებული და მდიდარი ადამიანი, ისინიც ხავს ამ სიტყვას აღარ გავიმეორებ ამ ორ რუსულ სიტყვას, ისინიც ხავს სიახლოვეში, აკონტროლებს მათ, უმრავლესობას მოდი ასე ვიტყვი და ბევრი გაჩუმებულია, ბევრი სიახლოვეშია, ბევრი ნებადართულ ბიზნეს აწარმოებს, ირიბად ნებადართულს თუნდაც ასე შემდეგ ცოტანი არიან, ვინც ახმამაღლდა ან ცდილობს ახმამაღლებას. ეს არის ერთი ჯგუფი, ვისაც ვიტანსბიძინა ივანიშვილი. მეორე, ეხლა თქვენ გაგვგონოდით, რომ მე ვიტყვი, რომ განათლებულ ადამიანებს ვერ იტანსბიძინა. რასაკვირველია ასეა, განათლებულ ადამიანებს ვერ იტანსბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ახლა მე გეტყვით, რომ სახელმწიფოს სხვა ფუნდამენტებს, სხვა დედაბოძებსაც ვერ იტანს. მაგალითად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჯერ არ მისდგომია, მაგრამ უთუოდ მიადგება, ვერ იტანს. მას ვერ გაუგია, თუ საქართველოს უნდა იყოს მისეული გაგებით ნეიტრალური, თუ საქართველოს არავინ არ დაესხმება თავს და ბიძინა ივანიშვილი ჩააწყობს ისე ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის სუვერენიტეტსაც დააკარგინებს ამ ქვეყანას, ოღონდაც კი ინტერვენცია არ მოხდეს, მაშ რა საჭიროა შეიარაღებული ძალები, მით უმეტეს 30,000 თუ მეტი ჯარისკაცი. მოდი, რომელიღაც ეტაპზე იტყვის, შევამციროთ ჯარისკაცთა და ოფიცერთა მოკლედ თავდაცვის ძალების რაოდენობა, პირობითად ვლაპარაკობ 8,000-მდე ან 7,000 მარტო ცერემონიული ფუნქციები დავუტოვოთ მას. ყველაფერი თუ გაზდის, ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში, რატომ არ გაუვა ეს? ირამ მიკობახიძე დემაგოგიური რაღაცა მსჯელობებით, დემაგოგიური თეზებით არ იტყვის, რომ ჩვენ გვჭირდება მართლაც 5,000 ჯარისკაცი და არა 30,000? იტყვის. ოღონდ თან როგორ იტყვის, იცით, ჯერ გამოაცხადებენ ჯარის რიცხოვნობის შემცირებას. და მე იტყვია, რომ დებატები გავხსნათ კაცო. განა არა. შეიძლება ერთ საკითხში დაიხიონ უკან, პირობითად 5,000-დან 6,000-მდე გაზარდონ ჯარის ოდენობა და გზარკვეული ნაწილი საზოგადოებისა დააკმაყოფილონ და სატისფაქცია განცდილები იყვნენ მოქალაქეების იყოს და მოქალაქეების ნაწილი. ხო, თქვან ამ მოქალაქეებმა, რომ ხო აი ლათმობაზე ხო წამოვიდა, მაგრამ არსებითად ის დაანგრევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებსაც ვინმეს ეჩვი გეპარებათ. ანუ მოვფარგლეთ, თქვით უკვე, რომ დიდარ ადამიანებს ვერ იტანს, ბადრის ვერ იტან და პატარკაციშვილს მამუკას ვერ იტანს და ასე შემდეგ, ვერ იტანს ვინც მდიდარია და მისი ოპონენტია, ხოლო ვინც მასთან არის მათ აკონტროლებს და ვერ იტანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ მე ახლა დავასახელებ განათლებულ ადამიანებს, კულტურულ ადამიანებს, განათლებულ ადამიანებს. არა, სხვებზე ვილაპარაკებ. ის ვერ იტანს ახალგაზრდებს, რომლებიც არ არიან ისეთები, როგორიც არის ბერა, რომლებიც არ, ბოდიში ამ სიტყვისთვის არ გულაობენ, მაგრამ ყველა ხო ვერ იგულავებს, როგორც ბერა გულაობს, ისე ვერავინ ვერ იგულავებს. რომლებსაც ფეხებზე არ ჰკიდიათ ეს ქვეყანა, ისწავლეთ, რასაც მე შემოგთავაზებთ, რასაც მე გასწავლით, ან ჩემიანები გასწავლიან და სხვა გვარი ან ჩემს მიმართ კრიტიკულად განწყობილები არ უნდა იყოთ, ან სხვა გვარი ცოდნა არ უნდა, თავისუფლებაზე დაფუძნებული ცოდნა არ უნდა მიიღოთ. რაც გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილი, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ანუ რა უნდა ისწავლონ ახალგაზრდებმა. იუადექი ბუნებრივად განათლებულ ადამიანებს. ის ვერ იტანს აკადემიურ სექტორს. ხდება რა, რომ ეს აკადემიური სექტორი ცუდი თუნდაც ან გარკვეულ შემთხვევებში საკრიტიკო მასზე 499,000 ჯერ. 499 ჯერ კი არა, 499,000 ჯერ უკეთესია. განათლებულია, მცოდნეა. მაგალითად, ლევან ბერძენიშვილს ვერ იტანს. ლევან ბერძენიშვილი კი არა, მის გუნდში ვინც არიან და ვინც არემონება, ოღონდ ცეთები აღარ არიან, ხო? არემონება, ყველა ემონება. მის გუნდში ყოფი განათლებულებიც კი ვინც ემონება თუნდაც, იმათაც კი ვერ იტანს უკეთ რომ ჩამოვაყალიბო. იმათაც კი მოიცილებს. იმიტომ რომ საკმარისია ლიტერატურის ვახსენოთ მე ვასილ მაღლაფერიძემ ან ზაზა შათირიშვილმა
ხუთი წიგნი წავუკითხავთ მართლა 50 ლევან გიგინეიშვილმა რომელიღაც ეტაპზე თქვას რომ ბატონო ბიძინა იცით რა არის თქვენ როგორც გაიგეთ ვაჟა-ფშაველა ეს ასე არ არის სულაც რატო მიკლავს აღაზა თავს აი ხა ეს საკითხი რომ გარიხილონ ლევან გიგინეიშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ლევანს არ ვცემპატივს გულახდილად გეტყვით იმ მისი კონფორმიზმების გამო მაგრამ ლევანს ბუნებრივია რომ მეტი აქვს ნაფიქრი ამ თემაზე მეტი იცის და ბიზნეს ნაფიქრი არ აქვს და ბიზნეს შეიძლება დაარტყას რაღაცა თეზა იმის თაობაზე აღაზა რატო იკლავს თავს სტუმარმას პინძელში ლევანი რასაკვირველია თუ პატიოსნების ნასახი იოტისოდენობა შერჩენია ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგება და ლევანი მოცილებული იქნება მოიცილებს ლევანს განათლებულ ადამიანებსაც აკითხარით ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს სამაგიეროდ მე გეტყვით ვის იტანს და ვის სწავლებას აპირებს ანუ უყურეთ ეს არის ვინმე ცინცაძე ადგილდება და 6 თვის განმავლობაში გააკეთებს 47 გრადუსიან კუთხეს და მეორე 6 თვე მეორე გადადება როგორ წერენ ქართველები 47-ს როგორ წერენ ქართველები 47-ს მათ ჯერ ციფრები არ აქვთ და უნდა ძველი ქართველები უნდა 47-ით ჩაწერონ ამიტომ უნდა შეგრებითი მეთოდია პოზიციური მეთოდი არ არის 4 და ეს კაცი არის გადაჭარბების გარეშე გელაპარაკებით აი ეს შეთქმულებებში ხო არის ბიძინა და ფსევდომეცნიერებაში და ფსევდოსწავლებაში და ასე შემდეგ ვინმე ალეკო ცინცაძე ასტროლინგვისტი რომელიც ამბობს რომ სვანურადო მზეს ქვია მზო ხმოვანის გარეშე რეალურად კი სვანურად თურმე მზეს ქვია მიჟ მაგრამ ახლა მე სვანური ენის დეტალებში კი არ ჩავალ ახლა და რა ქვია მზეს ესეთ გიჟობებშია ბიძინა ივანიშვილი მეორე ვიდეოს გავრცელდა მისი ეს არის დიახ ასე უსასყიდლოდ და გაინეორა ფაქტობრივად მე რაც მოხდა ცოტნე დადიანთან იცოდა რა საკეთებდა მან იცოდა რა საკეთებდა მოლაპარაკების საგანი ორი იყო ოდიში მე რატომ დაეხმებას რომ ატლანტიდან დატოვა თავისი ამბანი რომელიც კაცობრიობის მიერ გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ღმერთების სახელებისთვის იყო გამოყენებული და მერესაც წავიდა ინატივის ხალხო ამათ იტანს და მთელი უბედურებაც ეს არის რომ ბატონ ცინცაძეს ასაკში შესულ კაც ვერჩი და არ ვერჩი არ მინდა რომ ეს აგრესია მიუმართოთ მის მიმართ ამგვარი ტიპებით გამოტენის უნივერსიტეტებს გაუშვებს ყველას ვინც მას ეწინააღმდეგება და შესაბამისად ვერ იტანს ნინო დობროჯკინიძეს გაუშვებს იაგო კაჭკაჭიშვილს გაუშვებს ნოდარ ლადარიას გაუშვებს ესეთი ხუთან ყველანი მიშისტები არიან ხო კოლექტიური სააკაშვილის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან ვინც მის გვარი არ არის ვინც არ იჯერებს რომ უცხო პლანეტელებთან კონტაქტი შესაძლებელია ყველა წარმატებული ადამიანი მისი მტერია ყველა წარმატებული თავისუფალი და მისგან განსხვავებული მოსაზრება ვისაც აქვს ყველა მტერია ხოლო ვინც ემონება 200 კილოიანი ხარ ტალახაზისავით თუ გიგინეიშვილივით მაგალითად განათ ვაჟას მცოდნე ისინი მისი მონები არიან და მათთან ნელთბილი ურთიერთობა აქვს ოღონდ აკონტროლებს ბიზნესმენებსაც ლიტერატორებსაც სპორტსმენებსაც მეცნიერებად წოდებულებსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ იმან არ გაიპაროს ვინმე არ გაეპაროს ვინმე ეს რომ ვიცოდეთ მაინც